მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. აგერა, გაგაღიბრაძე, ყავასვამ, დილას მოვედი სამსახურში. რა ხდება? ყავით დავხდა. ჩვენი ყავა არის არა, როდის იქნება? ესე იგი, ჩემი ყავა რომ მომოვიო ახლა, ორი პადონი, უნდა გევიტანო გარეთ ეხა, დავდო წინ და ვიკივლო, იყიდეთ ჩემი ყავას. მერე საქართველოში უნდა გავაკეთო ასეთი რაღაცა რუსთაველი. რა ვარი რეკლამა იქ? პირდაპირ შუა ცენტრში უნდა დავდო ორი პადონი. კალაძე ხო ის ჩემი მეგობარი რო არის იქა. მე ქალაქი. ბიზნესები რომ. ახლა მივხვდიო რატო გაქო რესტორანი იქა. აუ ბიზნესები რომ ხო იქა. და იქ პირდაპირ რუსთაველს უნდა დავდო ორი პადონი და დავიდა. აბა იყიდეთ ჩემი ყავა. ჩემ ყავას დავარეკლავ მე თვითონ. ხო მაგრამ საქართველოში რო ჯო რუსულად არ ელაპარაკო. რატო? ბიჭო, ენა, ვიცი ხუთი. ენა რო რამეს იმაშებოდი. რა მნიშვნელობა აქვს? აი, რუსულად ვილაპარაკებ, ქართულად რო ავა, ქართველი არ ვარ, ზესტაპონსკი არ ვარ თუ რა? სვირსკი. ნეტა ქეიცოდი რა, რუსული ხო ცოტა იცი. ჰა? კარგად რო ვიცოდე რუსული, ვაფშე რუსულად ვილაპარაკები რუსებთან. რუსები აქ არ არიან და. მისვენი რა, უკრაინელი. არა, ესენი არიან უკრაინელი. დილას მომწერე ერთმა გოგო, უკრაინელი, რაშუაშია, სლავა უკრაინო. მთელი უკრაინა არის ჩამოსული აქ. ახლა ომის გამო და თან ყველა რუსულად ლაპარაკობს. რა პრობლემა? მაგათ არა აქვს პრობლემა. რუსულად ლაპარაკობს. მოლდაველებიც, ბულგარელებიც, ყველა რუსულად. დაჟე ამერიკაში რო ვიყავი, ახლა ყველა რუსულად ლაპარაკობს. არა აქვს პრობლემა. ეს პროსტა, ხო იცი, ერთეულები არიან, ვითომ კლავიატურის ისინი. რა ქვია მაგათ? პატრიოტები. ასკროლო, ვისაც არ მოწონს, კაცო. მე არ წევიდე რუსეთში. მე ახლა მივდივარ სანქტ-პეტერბურგში, იქიდან მექნება ჩართვა. მე არ ცალია თუ არა, ხო წამევიდე. სანქტ-პეტერბურგი ერთ ძალიან მაგარი. გაუმარჯოს. საქართველოს გაუმარჯოს პირველ რიგში და მე დანარჩენებს. მიყვარხართ ყველა.